ბავშვებო, დღეს ჩვენ შევისწავლეთ დავამთავრეთ საკმაოდ დიდი საკითხი, დიდი თემა, შევისწავლეთ ეკოლოგია. ეკოლოგია, იცით თქვენ, რომ არის გლობალური მნიშვნელობის, გლობალური მასშტაბის პრობლემა. დღესდღეობით ეკოლოგიური პრობლემა მოიცა მთელი მსოფლიო. ჩვენ ვისწავლეთ რა არის საარსებო გარემო და საარსებო გარემო, აბა ვიმეწვის რა არის საარსებო გარემო, რას ეწოდება, რას ქვია საარსებო გარემო? ანუ იმ ტერიტორიის ადგილს, არეალს, სადაც ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ. ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ. თქვენ მრავლობით შეგიძლიათ ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ. ანუ ეს ცოცხალი ორგანიზმები საარსებო გარემოში რას ქმნიან? კვებით ჭაჭვს. კიდევ რას ქმნიან? საზოგადოება რა არის? აბა შეგიძლიათ გამარჯვება. საზოგადოება არის უთუცებრივი სხვადასხვა ცხოველები ბინადრობენ ერთ ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ ერთ საარსებო გარემოში. და ქმნიან ასე ყველა ხო ქმნიან ასე დამკვეთ რა ეკოსისტემას. დავძალე. ესე იგი, ეკოსისტემა მოიცავს არა მარტო მცენარეებს და ცხოველებს, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ერთობლივად. დროთა განმავლობაში ბავშვებო, თქვენ ტყის ეკოსისტემები ისწავლეთ მდინარის ეკოსისტემა, ხო? მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანმა თავისი ზემოქმედებით, თქვენი აზრით, სარგებლობა მოუტანა ბუნებას თუ ზიანი? ადამიანმა შენი აზრი მოქმედებით თავის საქმიანობით. ზოგჯერ სარგებლობასაც აკეთებს, მაგრამ უმეტესწილად აზიანებს ბუნებას. რაც ეს და სწორედ ეს ქმნის რას ეკოლოგიურ საფრთხეს, ხო? მაგალითად რას აკეთებს? ადამიანმა შესაძლოა პირადი სარგებლისთვის გაჩეხოს ტყეს. დიდი ყველაზე დიდი მავნებლობა. ასევე შეუძლია განადგუროს ისეთი მცენარეები და ასევე ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირასაა და რომლის არსებობაც აუცილებელია. ასე კი ბატონო, კიდევ რა? დინარებს არ აყენებს აბა კი ბატონო, აი ეს მინდოდა რომ გეთქვა ზუსტად. ასევე ბავშვებო, ჰაერის დაბინძურება რა? ფაბრიკაზე ქახნები გამონაბოლქვები მაშა. ფერუები. რასო, მამე აირებს გამოყოს ჰაერში და ეს ყველაფერი აბინძურებს ზარებს. აი გაბძალე გიორგი, სწორედ ეს ყველაფერი აი რაც ჩვენ ჩამოთვალეთ ადამიანის მამნეზე მოქმედება ქმნის რას? საფრთხეს, ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს მთელ მსოფლიოს. ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ მარტო ჩვენთან ხდება ეს ეკოლოგიური კატასტროფები და ეკოლოგიური საფრთხე. ადამიანი სადაც კი მივიდა, სადაც კი თავისი ხელი შეა, რასაც კი თავისი ხელი შეა, ხო, ყველგან რაღაც ცვლილება გამოიწვია და ეს ცვლილება უფრო ხშირად ცუდად აისახება ბუნებაზე. ჩვენ ბავშვებო გავამახვილეთ ყურადღება და კარგად ვიმუშავეთ ზოგად პრობლემებზე, მაგრამ ჩვენი სოფლის სადგივარზეც ვისაუბრეთ, ხო? აი ჩვენ სოფელს რა უჭირს, რა უხარია ჩვენს რაიონზე და პოლის რაიონზე, მაშინ ერთ ჩვენ პატარა სოფელს არ გვეთას რა დასაჭირი აქვს. და აი ამაზე თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ, მოამზადეთ თქვენი პატარ-პატარა თემები, თემა თუ რომელს რომელი როგორ ხედავს სოფლის სადგივარს, რა შეხედავს და მოდი დღეს ვისაუბროთ ჩვენ თუ რა ტკივილზე ამახვილებთ ისტორიულთა განკურნებას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ რომ კიდეც უნდა შევქმნათ სასწავლო რესურსი, ანუ უნდა გამოუშვათ კედლის